მონღოლეთში პოსტსკრიპტუმის მოგზაურობის სერიას ჩვენ გავაგრძელებთ. ნათქვამია, როდესაც ზარბაზნები ქუხან, მუზები დუმილს არჩევენო, მაგრამ არა მოდა. თაკუნ მესხი უფრო დაწვრილებით მოგვიყვება მერსედესის მოდის დღეებზე თბილისში. რამდენიმე დღეა შეიძლება ითქვას თბილისი მოდის დღესასწაულს მასპინძლობს Mercedes Benz Fashion Week-ი. ეს არის უკვე ბრენდად ქცეული მოდის კვირეული, რომელიც მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში იმართება და შეგვიძლია ესეც ვთქვათ, ამაყად ვთქვათ, რომ თბილისი მოდის დედაქალაქებს ამ კვირაში არ ჩამოუვარდება და ჩვენ ახლა დათუნა სულიკაშვილის ჩვენებაზე ვიყავით რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩვენება. ის ორი დიზაინერისგან ერთ-ერთი იყო, რომელმაც განსხვავებულ სივრცეში გადაწყვიტა ჩვენების წარმოჩენა. მისი ინსპირაციის წყარო მე-19 საუკუნის რახში მოსეირნე ქალბატონი იყო. კადრებში ალბათ ხედავთ, ძალიან საინტერესო მოაწყო დათუნამ შოუს ელემენტებით შეავსო მისი ჩვენება. რაც შეეხება დანარჩენ დიზაინერებს, მთავარი ლოკაცია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი იყო, სადაც 20-მდე დიზაინერმა წარადგინა ჩვენება და რაც ყველაზე მთავარია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან უამრავი ცნობილი ბლოგერი, ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები თუ ფოტოგრაფები ჩამოვიდნენ და თბილისი ამ კვირაში მოდის მსოფლიო მოდის სამყაროს ქართულ მოდაზე აწვდირა ინფორმაციას და ჩვენ მათთან ერთად ვიყავით მთელი კვირის განმავლობაში და თუ რა ხდებოდა პოდიუმზე და პოდიუმის მიღმა, ამას უკვე რეპორტაჟში ნახავთ. მონუმენტებისთვის მოდა აღარ იცვლება, თუმცა ისინი დღეს მოდის სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის მოდის კვირეულის მასპინძლები არიან. თუმცა მომხიბვლელი ქალბატონების და მოდური ტენდენციების თვალყურის სადევნებლად ამ მონუმენტმაც თითქოს ზევიდან გადმოიხადა. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მოდის სამყაროს ვარსკვლავებს მასპინძლობს. Mercedes Fashion Week-ის ფარგლებში თბილისი მსოფლიო მოდის რუკაზე უკვე მეორედ მოინიშნა. ქართველი დიზაინერების კოლექციების შესაფასებლად სხვადასხვა ქვეყნებიდან მოდის სფეროში მოღვაწე ვარსკვლავები ჩამოვიდნენ. ცნობილი ბლოგერები, მოდის ყველაზე პრესტიჟული გამოცემების ჟურნალისტები, ფოტოგრაფები და ბაერები სტატიების, ბლოგების და სოციალური ქსელის საშუალებით 5-დან 9 ნოემბრის ჩათვლით ქართულ მოდას მსოფლიოს გააცნობენ. კვირეული ავთანდილ ცქვიტინიდან გახსნა. როგი ქანზე დიზაინერის გაზაფხულის ზაფხულის კოლექცია პირველი მოხდა. სტატიაში სათაურით ავთანდილმა 2016 წლის გაზაფხულის ბრენდ ოსცაბდა პრინტი დაადო. ლიანა სატელსტეინი ცქვიტინიძის ბრენდით მსოფლიოს საქართველოს აცნობს. რა არის საქართველო? შტატი, სახელი, დიახ, მაგრამ ამასთანავე ეს არის ქვეყანა, რომელსაც მოდის წარმატებული და ინდივიდუალური ხედვა აქვს. ავთანდილმა 90-იანი წლების ბერლინის ქუჩის გრაფიტების თემით თითქოს წარსულის პოდიუმის ექვა იყო. მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ახლებურად. ავთანდილი თავისი კოლექციით და ბრენდით ქართული მოდის ინდუსტრიას მოდის მსოფლიო რუკაზე მენიშნავს. მას შემდეგ, რაც ბალენსიაგას სახლის კრეატიული დირექტორი ქართველი დემნა გვასალია გახდა, საქართველოთი მსოფლიო მოდის სამყარო დაინტერესდა. ბევრმა აქამდე არც იცოდა, რომ ასეთი ქვეყანა არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ პარიზში მაქვს შოურუმი, მილანში, საქართველოში სერიოზულად მოღვაწეობ, მაინც პრესა ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ პრეტენზია გვაქვს დიდი. პატარა ქვეყანამ ამ კვირაში მსოფლიოს ყურადღება ნამდვილად მიიქცია. მოდის კვირეულზე ჩამოსულმა სტუმრებმა მოდასთან პარალელურად ქართული კულტურაც კარგად გაიცნეს. სოფიშვილების რითმსაყოლილმა სტუმრებმა ქართულ ნაციონალურ ბალეტს სოციალურ ქსელში მნიშვნელოვანი პოსტები მიუძღვნეს. მათთვის უცნობი ქორეოგრაფიით, აღტაცებასთან ერთად განსაკუთრებული კომპლიმენტები და ინტერესი ქართველმა მოცეკვავე მამაკაცებმა გამოიწვიეს.
მოგის ჟურნალისტმა ლიანა სატენსტეინმა ანსამბლის წევრის ფოტოს კომენტარში მიაწერა. ყველას გეპატიჟებით თბილისში, ჩემს ქორწილში. ასეთი კულტურისა და ისტორიის მქონე თქვენს ქვეყანაში ჩამოსულები უცნაური იქნებოდა მხოლოდ მოდის ჩვენებებით დავკმაყოფილებულიყავით. არქიტექტურა, ქალაქი, ყველა ისტორიული თუ კულტურული ტრადიცია. ამ ყველაფერთან შეხების შესაძლებლობა ქვეყნის 360 გრადუსიან სურათს გვაძლევს. ლაბელკონომი პარიზელი ფოტოგრაფია. სოფიშვილებმა პირვანდელი პროფესია გაახსენეს. ჰიპ-ჰოპის და აფრიკული ცეკვების მცოდნეს ქართული ნაციონალური ბალეტის ილეთების შესწავლის სურვილი გაუჩნდა. ფეხებს ვერ ვაჩერებდი, ისე მინდოდა მეცეკვა. ასეთი არაფერი მინახავს. ნებისმიერ ადგილას, სადაც ჩადიხარ, მნიშვნელოვანია ქვეყნის ტრადიცია, ისტორია შეიგრძნო. მოდის ჩვენებებზეც ქვეყნის კულტურის უკეთ ცოდნა სიღრმისეული შეფასების უნარს გაძლევს. ნინო ბაბუხაძიას აბრეშუმის ქსოვილების ნატურალური ქვებით დატვირთული კოლექცია უგიქომზე ჩვენების მეორე დღეს. ქუჩის მოდის ცნობილი ფოტოგრაფი ჟულიან ბუდეტი ნიუ-იორკში მუშაობს. უცნაური განსხვავებული და გამორჩეული ადამიანების ჩაცმულობა მას არსად არასდროს ეპარება. მისი ფოტორეპორტაჟები სხვადასხვა ქვეყნების ქუჩის ჩაცმულობაზე მოდურ გამოცემებში ძალიან პოპულარულია. ჯერ მხოლოდ გუშინ ჩამოვედი, ბევრი ფოტოს გადაღება ვერ მოვასწარი, ჩვენებაზე გამოვიკეცე. ახლა მატერიას კოლექციას დავესწარი. ფიქრობ, საქართველოში ჩამოსვლა ქვეყნის ყველა მხრივ პოპულარიზებას შეუწყობს ხელს. ჩემს ფოტოებსაც ბევრი ინახავს, ეს ტურიზმისთვის, შესაბამისად საქართველოს ეკონომიკისთვის სასარგებლო იქნება. კოლექცია ფსიქოლოგიური ტესტების და გერმანელი მეცნიერის პრინტებით ლელა ელოშვილმა წარმოადგინა. პოდიუმზე გამოსულმა განსაკუთრებული აპლოდისმენტები დაიმსახურა. რო ვანახებდი უბრალოდ ჩემ მეგობრებს ან მე აქ ხედავ პეპელას ვიღაცამ თქვა მე დრაკონს მე გველა ნუ ყველა რაღაცა თავისებურ რაღაცას ხედავს ასე რომ მე მგონი გამომივიდა წარმოსახვა მაქვს რომ ადამიანები როცა ერთმანეთს ეკონტაქტებიან და იცნობენ ამ პირველ ეტაპზე ცხოვრების და გაცნობის ხედავენ საკუთარ თავს ყოველთვის ერთმანეთში. ლელას კოლექციით უცხოელი სტუმრებიდან ერთ-ერთი ყველაზე საპატიო ნატალი ჯუსი დაინტერესდა და დიზაინერს რამდენიმე კოსტიუმის შეკვეთა მისცა. სოფიშვილებით აღფრთოვანებული ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ატვირთულ ვიდეოს ახლა ნატალი ჯუსი გვაჩვენებს. Mercedes Fashion Week-ის გამორჩეული და საპატიო სტუმარი, ნიუ-იორკში მოღვაწე მოდელიერი და სტილისტი, მოდის სამყაროში გავლენიანი ფიგურაა. აქ უამრავი ტალანტია, ბევრი შესაძლებლობაა. თუ ყველა ნიჭიერი ადამიანი ერთად იმუშავებს, თქვენ აუცილებლად გაითქვამთ სახელს საზღვარგარეთაც. მე გუშინ ერთ-ერთი ულამაზესი ქართველი მოდელის ფოტო დავდე ინსტაგრამზე და დავაწერე. ნახეთ როგორი სახეა. წაიყვანეთ, აღმოაჩინეთ ეს გოგო და იმავე წუთს დამირეკეს ამერიკიდან, ასე რომ მე თქვენ გეხმარებით. ნატალი სამოსელი პირველის ტრადიციული ქართული კოსტუმებით ისე მოიხიბლა, ერთ-ერთი კოსტიუმი მოირგო და სუხიშვილების ილეთების გამეორებაც სცადა. ნატალისთან ერთად ფოტოკამერის წინ ბრაიან ბოი პოზირებს. ქართული ყაბალახით და ნაციონალური კოსტიუმით ფილიპინელი ბლოგერი ინსტაგრამზე იწონებს თავს. ბრაიან ბოის მოდის მეფეს უწოდებენ. ნიუ-იორკ პოსტის მიერ დასახელებულ 9 ინტერნეტ ვარსკვლავს შორის მოხვედრილი ბლოგერის აზრს მსოფლიო მოდის სამყარო განსაკუთრებულად აფასებს. ინტერვიუში გითხრა, რომ ქართულ დიზაინერებზე ჯერ საბოლოო შთაბეჭდილება არ შექმნია. თუმცა ქართული ტრადიციები და ეროვნული კოსტიუმებით მოხიბლული თვლის, რომ კულტურის ისტორია თანამედროვე მოდაზეც უნდა აისახოს. საქართველოში არასდროს ყოფილვარ, მაგრამ ეს ის ქვეყანაა, სადაც მოხვედრა ყოველთვის მინდოდა. დიდი კულტურის ტრადიციის და ისტორიის მქონე საქართველო აბსოლუტურად განსხვავდება ყველაფრისგან, რაც მე მინახავს აქამდე. და ახლა მზად ვარ აღმოჩენები გავაკეთო. სამოსელი პირველის კოლექციამ სტუმრებს ქართული კოსტიუმის ისტორიის უკეთ გაცნობის სურვილი გაუჩინა. თვლიან, რომ თანამედროვე დიზაინერები აუცილებლად უნდა იყენებდნენ ტრადიციულ სილუეტებს კოლექციებში. ძალიან მწყდება გული, რომ პოდიუმზე ვერც ერთი დიზაინერის კოლექციაში ქართული კოსტიუმის სული ვერ ვნახე. ახალგაზრდება მეტად უნდა სემპატივის სიძველეებსა და ტრადიციებს. მე ვისურვებდი, რომ ქართველებმა უნიკალურ ძველ სილუეტებსა და თარგებში ნახონ მსოფლიოს აღიარება, რადგან ის, რაც უკვე მთელს მსოფლიოში ტრენდია, საქართველოდან ახალი სიტყვა ვერ იქნება. 20-მდე დიზაინერმა ჩვენება თანამედროვე ხელოვნების ცენტრში წარადგინა.
განსხვავებული სივრცე არჩია კვანძაჯანაშია. 30-იანი წლების მოდის ინსპირაციით შექმნილი კოსტიუმებიდან ნატალი ჯუსმა ერთ-ერთი კაბა შეიძინა. შემოისეირნა ჩვენს მაღაზიაში, ძალიან მოეწონა ჩვენი კოლექციები, აირჩია თავისთვის ერთ-ერთი კაბა, ძალიან გამეხარდა, იმიტომ რომ ყოველთვის ვიყავი მისი ბლოგის და საერთოდ ფოლოვერი მისი და მაინტერესებს და მომწონს მისი სტილი და გახარებული ვარ ძალიან. დიზაინერი თვლის, რომ მისთვის ეს ფაქტი უკვე წარმატების გარკვეული ტრამპლინია. საბოლოო ჯამში მოუტანს პირველ რიგში პოპულარიზაციას და პოპულარიზაცია მათ მოუტანს ბიზნესის სწორი წარმოების შესაძლებლობას. და მსოფლიო მასშტაბით გაყიდვებს, რაც ალბათ კი არა ყველა დიზაინერისთვის აუცილებელია. მსოფლიო მოდის წარმომადგენლები თბილისში კიდევ რამდენიმე დღე დარჩებიან. სოციალურ ქსელში საქართველოს შესახებ შეფასებებს ყოველდღე წერენ. ქართულ სუფრას სტუმრები უამრავ პოსტს უძღვნენ. ჯერ ცეკვა, ახლა სამზარეულო და სიმღერა. ვეღარ ვიცმენ შევიგრძნო კიდევ რაში არიან კარგები ქართველი მამაკაცები. დიზაინერების მიერ წარმოდგენილ კოლექციებთან ერთად ამ დღეებში მსოფლიო ქართული ტრადიციების და ისტორიის შესახებ კიდევ ბევრს გაიგებს.